მოგესალმებით, ეს არის მეორე ლექცია ჩვენს სერიებში გეოდელის თეორემებზე. ამ ლექციაში ვილაპარაკებ მათემატიკურ განმარტებაზე, რაც ნიშნავს ანბანი და ენა. აგერ მარჯვენა მხარეს, როგორც ხედავთ, ამჯერად ნოამ ჩომსკი გამოვიტანე, ეს ლინგვისტი, ამის ძირითადი პროფესია ფილოსოფოსი ლინგვისტი. Pro აქეთკენა, დღესაც უცხალია და სხვათა შორის ძალიან საინტერესო კომენტარებს აკეთებს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ამერიკაში, მაგრამ მე-20 საუკუნის შუაში დაახლოებით ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციები აქვს გაკეთებული იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ვილაპარაკებთ დღეს. კონკრეტულად ნოამ ჩომსკიზე და მის შედეგებამდე არ მივაჩვენ, ჩვენ უბრალოდ რაღაც აღნიშვნებს შემოვიდათ, მაგრამ რადგან ამ სფეროშიც მოღვაწეობდა, ამჯერად ტრადიცია არ დავარღვიე და მის სურათი გამოვიტანე აგერ მარჯვენა მხარეს. მოკლედ, სანამ პირდაპირ ანბანზე და ენას განმარტებას ვიტყოდი, ეს განმარტებები და აღნიშვნები, რასაც გამოვიყენებ, ძალიან დაგვჭირდება ჩვენ მერე და მერე რა, იმისთვის ვწერამ ლექციასაც. გამოვიყენებ ინტუიციისთვის ბუნებრივ ენას. ჩვენ რადგან ვლაპარაკობთ. დავუშვათ გვინდა თქვათ რა არის ქართული ენა. ან თუნდაც ინგლისური ენა. არ ვიცი, ქართულიდან ავიღოთ, როგორ შეიძლება ერთი ვარიანტი, რომ დავახასიათოთ ქართული ენა, ნახეთ. თქვათ, რომ გვაქვს, პირველ რიგში, გვაქვს რაღაც ანბანი, 10 აღნიშნავ და ქს მივწერ, ან ქარს, ანუ ქართულის ანბანი რა არის? ეს არის 33-100, ხო, რომელიც ვიცით, რომ გვაქვს, ეს არის A, B, G, D, E, V, ასე შემდეგ. ხმდე, ხო? ანუ ესეც შეიძლება დავწეროთ, რომ A ქართულში არის 33-100. ხო, ეს არის ანბანი და მე უკვე ქართული ენა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ამ ასოებისგან, ანუ ამ სიმრავლის, სასრული სიმრავლის ელემენტებისგან შემდგარი წკრივების რაღაც ერთობლიობა. ანუ სიტყვების ასე რომ ვთქვათ. ეს რას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვთქვა, რომ ენა ქართული არის A-დან, ამ A ქართულიდან, რომ ამოვიღებ ასოებს და მათ დრო შევატყუებ, ანუ წკრივებს შევადგენ, სიტყვებს რასაც ვეძახი, მაგათი ერთობლიობაა, მაგალითად, ქართულში არის სიტყვა და, არის სიტყვა ძმა, არ ვიცი, დედა, გედი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სიმრავლეც ხა სასრულია, ხო? ანუ ეს სიმრავლეც არ არის უსასრულო, სასრული რაოდენობა სიტყვებია ქართულში და მაშინ ვიტყვით, რომ ქართული ენა არის ქართულ ანბანისგან შემდგარ წკრივებისგან რომელიღაც ამორჩეული სიტყვები. რომელიღაც ამორჩეული წკრივები, რომელსაც ჩვენ სიტყვებს ვეძახით. მაგალითად, ანბანის როლში რო აგვიღო ინგლისური, მაგალითად A, B, C, D და ასე 23-100-ა, ხო, ინგლისურში. ალბათ დიდი ასოებს და პატარაც უნდა აგვიღო, მაინც დავწეროთ თუ გნებთ. მაგალითად ინგლისური შეიძლება იყოს ესეთი A დიდი A პატარა, B დიდი B პატარა და ასე შემდეგ ბოლოს Z დიდი და Z პატარა, ხო? ესეთი 46-100 თუ რაც გამოვა და შემდეგ ინგლისური ენა English იქნება ამისგან შედგენილი გარკვეული სიტყვები, მაგალითად dog, cat, დიდი ასოებით დაწყებული და პატარაც და ასე შემდეგ. სასრული სიმრავლე ესეც. ერთი რაც მინდა აქ აღვნიშნო, რომ სხვა ენა რო იყო, იგივე ანბანზე შეიძლება სხვა ენაც იყოს, თქვათ ლათინური ენა, მაგალითად L ლათინური, ხო? რომელიც ლათინური სიტყვებისგან შედგება, მაგალითად იგივე ანბანს იყენებს, რა? რასაც ეს. რა ვიცი, ლათინური სიტყვები რაც ვიცი. ვთქვათ aux, ან რა ვიცი, რაღაცეებია ლათინური სიტყვები. ხო, რაც ძალიან რომი ხო ლათინურა, რომა და არ ვიცი ესეთი. სიტყვები ეს სასრულია, ანუ ეს სიტყვები არ შევა ინგლისურში, სიტყვა შევა aux-ში შედის, მაგრამ ჰიტეთ რომა, არ ვიცი, არ შედის, მაგრამ იგივე ანბანზე რამოდენიმე სხვადასხვა ენა შეიძლება დავწეროთ, ასე ვთქვათ რა. ხა ეს ინტუიციას უბრალოდ თავში დავიტოვებთ, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ენაზე და ანბანზე. და ამ დატოვებული ინტუიციით ახლა უფრო კაცრ მათემატიკურ განმარტებებს შემოვიდანთ. კერძოდ ესეთ რამე ვქნათ. ავიღოთ შემოვიდანთ ესეთი განმარტება. ანბანი არის ნებისმიერ სასრულ სიმრავლე.
Ჩვენ შემთხვევაში ინტუიციურად ეს ითამაშებს ენაში ანბანის როლს. ანუ ანბანი არის ნებისმიერი სასურველი სიმრავლე. დავუშვათ ესეთი A2, A3 და ასე ვთქვათ, სასურველი უნდა იყოს, უნდა გათავდეს სადღაც A-ესი. ამ შემთხვევაში A-ს ზომა არის ზუსტად ესი. ეს ცალი ელემენტია A-ში. ეს არის A-ს ანბანი. A-ს რა, ანუ ეს არის A ანბანი. ნებისმიერი სასურველი სიმრავლე. ხო? მოდი დავწეროთ ეს განმარტება. ანბანი არის მოცემული სასურველი სიმრავლე. ეხლა რა არის სიტყვა? ხო? თქვა თუ A ფიქსირებულია, მოცემულია, A-ზე სიტყვა. ხო, დავწეროთ. A-ზე სიტყვა. არის A-ს ელემენტებისგან შემდგარი ნებისმიერი მწკრივი. და ამას აღარ დავწერ, ახლა დრო აღარ დავკარგოთ, ანუ დავწერ მაგალითებს. ეს იყოს მწკრივები. მწკრივები A-დან, ხო? ანუ რას ნიშნავს? აი მაგალითად ესენი ვინ იქნება? A1, A1, A3 იქნება სიტყვა. A2, A3, A17, A311, A4, A5, A6. ესენი იქნება მწკრივები. ეხლა ნუ ჩავთვალოთ, რომ ესი 311-ზე მეტია და ამ ყველაზე მეტია მაგალითად, ხო? ანუ ნებისმიერი ასოების კომბინაცია, ანუ ასოები როგორც ანბანის ელემენტები ჩავთვალეს სიტყვად. ანუ უკან დავუბრუნდეთ ქართულში, ხო, ბუნებრივ ენაში. ხო, ეხლა მაგალითად კატა სიტყვაა და ძაღლი და ძმა, ესენი სიტყვებია, მაგრამ კკტს არ არის სიტყვა, ანუ ესეთი გქონდა კკტს არ შედიოდა ეს ქართული რომ გქონდა, ხო, language ქართულში. არ შედიოდა. მაგრამ სიტყვაზე კატა შედიოდა ელქარში, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა, ხო, აი ეს სიტყვა დავარქვი ყველა ასოების მიმდევრობას, ანუ ამ ინტუიციით კკტს სიტყვა იქნება. ნებისმიერი ასოების მიმდევრობას დავარქვის სიტყვა. კარგი, ეხლა სანამ თვითონ ენას განმარტავდი, A-ზე ენა რას ნიშნავს? მანამდე ვიტყვი ამ სიტყვებზე რა ოპერაციები შეგვიძლია ჩავატაროთ. ანუ ოპერაციები პირველი ოპერაცია, რომელზეც დავჭირდება ჩვენ ძალიან ხშირად, ეს ოპერაცია არის გადაბმა. გადაბმა არის ორი სიტყვის ერთმანეთზე მიდგმა, ასე ვთქვათ, და ახალი სიტყვის მიღება რა. ანუ რეალურად X-ი თუ არის ერთი სიტყვა, რომელიც შედგება როგორი რაღაცისგან, ახლა ხო X-ი. ბოდიში, მე მგონი პასტამ დამაღალა და აღარ წერს და ერთი წუთით ეხლავე გავაკეთებ ამას და გავაგზელებ. ხო, გავაგზელოთ. ხო, გადაბმა. ანუ რა არის, თუ გვაქვს ორი სიტყვა, ვთქვათ, ეს არის x1, x2 და ასე შემდეგ xk, ანუ თითეული ეს x-იური არის 100. ნუ ადან არის რა აღებული. და y-იც არის, ვთქვათ, y1, y2 და ასე შემდეგ ym. თითეული ეს y-ურიც აღებულია ადან. ხო, ორი თუ მაქვს, ანუ გადამას ჩავწერ ესე x გადაბმული y არის ეს ოპერაცია განმარტება, ეს ორი წერტილი დავწერ, რომ არის ეს x1, x2 და ასე შემდეგ xk, y1, y2 და ასე შემდეგ ym. ანუ სიტყვა რომლის სიგრძეა k + m და მიდგმულია უბრალოდ ერთმანეთზე, აი მაგალითად A1, A2 მიდგმა A2, A17 არის სიტყვა A1, A2, A2, A17. ხო?
ანუ ორი სიტყვა შემიძლია ერთმანეთს მივადგა ეს ოპერაცია მაგ. ეხლა რატო შემოვიტანე ეს ერთ-ერთი ეს ოპერაცია რა, სხვა სანამ ვიტყვი. მინდა მოვიგონო, ასე ვთქვათ, ესეთი ერთი სპეციფიური სიტყვა, დაუშვათ დავარქვა ცარიელი სიტყვა. მოწითლად დავწერა მას. რა არის ცარიელი სიტყვა? ცარიელი სიტყვა. ეს ბუნებრივ ენაში ესეთი რამე არ არსებობს. ეს არის სიტყვა, რომელიც არც ერთი ასოსგან არ შედგება. ანუ რეალურად არ არის რა. მაგრამ მაინც რაღაცა შეიძლება დამჭირდეს და ჩავთვალოთ ცარიელი სიტყვა, მწკრივი, რომელიც არაფრისგან არ შედგება, არსებობს. ანუ აი და ეს რითი განიმარტება, იცით ეს ცარიელი სიტყვა? ანუ დუბლივე თუ სიტყვა ნებისმიერი. ხო, მაშინ ეს ცარიელი სიტყვა აღნიშნოთ ცარიელი სიტყვა ეფსილონი განიმარტება თვისებით. ანუ რა თვისება აქვს ამ ცარიელ სიტყვას, ანუ როგორ თქვა, ეს არის არსებობა, რომ დუბლივეს რო ავიღებ და გადავაბამ ამ ჩემ ცარიელ სიტყვას, ეს იგივეა რაც დუბლივე. ანუ ეს დუბლივე ნებისმიერ სიტყვა რო იყოს აქედან, ცარიელ სიტყვას თუ გადავაბამ, ისევ იგივე სიტყვას მივიღებ. ანუ ეს სიტყვა არ შედგება არც ერთი ასოსგან რა. და ნუ ეს იგივეა, რომ ჯერ რო ამეღო ცარიელი სიტყვა და მერე გადამება დუბლივესთვის. ანუ აქედან მივობამ ამ ცარიელ სიტყვას თუ აქედან არ აქვს შეობა, ისევ დუბლივებს. ანუ ეს არის სიტყვა, რომელიც ასოებისგან არ შედგება და მაგას ეფსილონს დავარქმევ უბრალოდ რა. ცარიელი სიტყვა იყოს ეფსილონი. ანუ მაქვს ეს სიტყვები, ყველა ასოებისგან შედგება, ის ფიქსირებული ანბანიდან, მაქვს ეს სიტყვები, რომელიც რაღაცა რაოდენობა ასოებისგან შედგება და ასევე მაქვს სიტყვა, რომელიც 0 რაოდენობა ასოებისგან შედგება, ანუ ცარიელი სიტყვა. და ეხლა მინდა განმარტო ეგეთი რამე. მოდი კიდევ ხო, ესეთი რამეს განმარტავ. ხარისხად იყოს როგორი რამე, იცით? სიგრძის სიტყვები ადან. ანუ ამბანში სიგრძის სიტყვები. აი მაგალითად, ეხლა განვიხილოთ მნიშვნელოვანი მაგალითები. მაგალითად. ჩვენი ამბანი იყოს მხოლოდ 2 ასოსგან შემდგარი. ამ ამბას B ქვია ხოლმე, ამიტომ მოდი მეც B-ს გამოვიყენებ. B იყოს ბული, ანუ ჯორჯ ბულიანი მათემატიკოსი და იმის ავადესაც იმოთქვია. 0-იანი და 1-იანი. ანუ ეს B შედგება მხოლოდ 2 ასოსგან. 0-იანი ქვია ერთ ასოს, მეორეს 1-იანი. ხო, ნებისმიერი შეიძლება იყოს. მაშინ B ხარისხად 1 იქნება 1 სიგრძის სიტყვები B-დან. ეს თვითონ 0-იანი და 1-იანია, მარტო 1 სიგრძის სიტყვები, მეტი არაფერი არ არის. B ხარისხად 2 იქნება 2 სიგრძის სიტყვები 0-ებით და 1-ებით ჩაწერილი. ეს იქნება 0-0, 0-1, 1-1 და 1-0. აი ეს სიტყვები იქნება B2. მოდი ერთი კიდე დავწეროთ აქ. B0 რა იქნება? B0 იქნება 0 სიგრძის სიტყვები. ესენი არის არც ერთ ასოს რო არ შეიცავენ და ეს არის მხოლოდ ერთ შეიცავს მხოლოდ ერთ სიტყვას, კერძოდ ეფსილონს. ანუ ცარიელ სიტყვას. ცარიელ სიტყვა ერთადერთი, რომელსაც 0 სიგრძე აქვს. 1 სიგრძე აქვს 0-1 და 2 სიგრძე რო აქვს, ეს არის. ხო? B3 3 სიგრძის სიტყვები იქნება სულ 8 ცალი. ანუ მაგალითად ეს იქნება 0-0-0, 0-0-1, ხო? 0-1-0, 1-0-1 და ასე შემდეგ, ნუ 8 ცალი იქნება, 1-1-1 და ასე შემდეგ, სულ 8 ცალია, ყველა 8 ჩამოწეროთ. ნუ მერე 16 ცალი B4 სიგრძის სიტყვები იქნება და ასე შემდეგ, ანუ წკრივები ყველანაირი და ეს არის ხარისხად ანუ ეს ნებისმიერისთვის შეიძლება გაკეთდეს რა, ანუ ქართული ამბანისთვის, ქართული ამბანი ხარისხად 3 იქნება 300-იანი ყველა შესაძლო ასოების გადანაცვლებები.
მაგრამ ეხლა ნახეთ, სიტყვას ვხმარობ უკვე მათემატიკაშიც, ან ყველა ასოების გადანაცვლებას სიტყვას ვეძახი. ეხლა ეს განმარტება, რო გვაქვს კიდე შემოგვაქვს ერთი მნიშვნელოვანი განმარტება, ეს არის A ვარსკვლავიანი. კლინის ვარსკვლავსაც ეძახიან თუ მათემატიკოსი ხო კლინი, მაგრამ ნუ ჩვენ დავუქართ ვარსკვლავიანი. ეს არის გაერთიანება I იცვლება 0-დან უსასრულობამდე A ხარისხად I. ანუ ეს რას ნიშნავს, იცით, რომ ყველა ამათი გაერთიანება, ანუ ყველა სიგრძის სიტყვებია. ყველა შესაძლო, ყველა სიგრძის სიტყვებია ავასკლავიან. ეხლა აქ ცოტა მათემატიკურად ვიწერი, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ A0, ანუ ცარიელი სიტყვა, ეს ყოველთვის A0 ცარიელი სიტყვა, შემოდავწეროთ ესეთი ცარიელი სიტყვა, გაერთიანებული A1-თან, A1 ყოველთვის თვითონ A არის, ერთი სიგრძის სიტყვები ასოები, ამდე შემიძლია დავწერო A, გაერთიანებული A2-თან, გაერთიანებული A3-თან და ასე შემდეგ. ანუ ცარიელი სიტყვა თვითონ ასოები, ორი სიგრძის სიტყვები, ორი ასოთგან რო შედგება, სამი ასოთგან რო შედგება და ყველა ასოთგან რო შედგება რა. ანუ ყველა შესაძლო მწკრივებია ამ ასოებში ჩაწერილი, ავარსკვლავიანი. ხო? აი მაგალითად ისევ რო დაუბრუნდეთ მაგალითს. მაგალითად B ვარსკვლავიანი იქნება ესეთი რამე. ხო, ანუ ყველაში, ანუ ცარიელი სიტყვა იქნება შიგნით, 0 იქნება, 1 იქნება, ასევე იქნება 0 0 0 1 1 1 1 0 1 0 ბოდიში 1 0 0 0 0 1 1 1 სამი სიგრძის ყველა სიტყვა, თუნდაც მე 4 სიგრძის სიტყვები, 5 სიგრძის სიტყვები, ყველა შესაძლო სასრული სტრინგები იქნება. უსასრულო სტრინგს ვერადოს ვერ მიიღებთ, რომ ყველა თითეული სასრულია ის სიგრძისა. ყველა შესაძლო სასრული ყველანაირი, ანუ სტრინგი ვთქვი, ეხლა ეს სტრინგი მწკრივები ქართულად ამას ნიშნავს. ანუ ნოლებით და ერთებით ჩაწერილი ყველა, ასე ვთქვათ, მწკრივები იქნება B ვარსკვლავიანი. ანუ თუ მაქვს მოცემული ანბანი, ის ანბანი ვარსკვლავიანი არის ყველა შესაძლო ამ ანბანზე ჩაწერილი მიმდევრობები რა, ანუ მწკრივები ესე დაწერილი. აი, და ეხლა ვიტყვი განმარტებას კიდე ერთი. განმარტება შემდეგია ენა, მოდი თვითონ დავწეროთ ელი ეწოდება, ნუ ეს ნახეთ ამას ელი ყოველთვის ენას რო ვიგულისხმებ ანბანი რო დაფიქსირებულია. აი ეს დავწეროთ დაფიქსირებულ აზე. ანუ დაფიქსირებულია სასრული ანბანი. ენა ელი მაშინ ეწოდება A ვარსკვლავიანის ქვესიმრავლეს. ხო? ანუ ახ მათემატიკად დავწეროთ ელი არის ქვესიმრავლე A ვარსკვლავიანის. ნებისმიერ ქვესიმრავლეს რომ დამესახელებ A ვარსკვლავიანს, ეს უკვე მოცემული ენაა. ანუ აი მაგალითად B-ზე მოცემული ენა იქნება ნებისმიერი ამორჩევა აქეთგან, ამათგან. ანუ ნახეთ A ვარსკვლავიანი ხო აი მაგალითის შევხედოთ და მაგალითზე მიხვდებით ისე უკეთესად როგორ ასული. ანბანი დავაფიქსიროთ იყოს B ისევ, ანუ 0 და 1. ორი ასო მაქვს 0 და 1. B ვარსკვლავიანი ანუ ნოლებით და ერთებით ჩაწერილი ყველა ესენიას, ხო მწკრივები. ანბანი შეიძლება იყოს ისევ 0-იანი, 1-იანი, 0-0-იანი, 1-1-0. აი ეს არის სასრული ენა, რომელიც შედგება 4 სიტყვისგან 0, 1, 0, 0 და 1, 1, 0. ხო? შეიძლება ეს იყოს L1. სხვა ენა იგივე ანბანზე შეიძლება შედგებოდეს 0, 0, 0, 0, 0, 0, 1, 0, 1, 1, 1 და 0-იანი ის. ესეც სასრული ენაა, რომელიც შედგება აი ამ სამი სიტყვისგან. მაგრამ ენა შეიძლება არ იყოს სასრული, იმიტომ რომ თვითონ ეს B ვარსკვლავიანი უსასრულოა. ანუ თვითონ B ვარსკვლავიანი ენაა.
რომელიც შედგება ყველა, იმიტომ რომ ბევარსკვლავიანის ქვესიმრავლეა, ან თვითონ უსასრულო ენაც ბევარსკვლავიანია. კიდე სხვანაირი რამ დავწეროთ, ნახეთ, L3 იყოს როგორი რაღაცა? ესეთი 2 ხარისხად n, 1 ხარისხად n, ესე დავწერ, ეს რას უდრის, ეს იგივეა, რაც 0-ები წერია n-ჯერ და 1-ებიც წერია n-ჯერ. ამას უდრის n-ი რო იყოს ნატურალური რიცხვები, 0-ით დავწერი აქ, მაგრამ არ არის ნატურალური რიცხვები, აი. ხა ეს რა ენაა? ხო? ანუ ეს არის ენა, რომელიც შედგება მარტო ისეთი მწკრივებისგან 0-ები და 1-ების, რომ იმდენივე 0 წერია რამდენიც 1. ანუ კერძოდ ეს იქნება ასეთი აქვს. როცა n-ი უდრის 1-ს, ეს იქნება 0-1, მე 0-0-1-1, 0-0-0-1-1-1, 0-0-0-0-1-1-1 და ასე შემდეგ. უსასრულო ენაა. ანუ ზოგი ენა სასრულია, ზოგი ენა უსასრულოა. დაფიქსირებულ ერთ და იგივე ამბანზე. ამის გამარტება მინდოდა დღეს მეტი არაფერი. და თუ გნებავთ სავარჯიშოსაც ვიტყვი ერთს და თქვენ თვითონ დაამტკიცეთ, რომ მოდი სავარჯიშო. სავარჯიშო იყოს ესეთი რამე, რომ მოცემული ამბანია, ანუ სასრული სიმრავლე. დაამტკიცეთ, რომ ვარსკვლავი თვლადია. ავსკვლავი უსასრულო სიმრავლეა, რომელიც ყველა შესაძლო 100-გან გაკეთებული ასოების გადაადგილებებისგან შედგება და დაამტკიცეთ, რომ ეს თვლადია, ეს 1 და მერე დასკვნით, რომ ნებისმიერი ენა ენაზე ასევე თვლადია. აი ეს ორი რაღაცა თუ გნებავთ გააკეთეთ სავარჯიშოებს, სავარჯიშოებს რა გააკეთეთ, მათემატიკა უფრო სპორტივითაა. მოდუნდები და გეგონება რომ გაიგე, მაგრამ მოტყუდები ალბათ რომ ვერ გაიგე. კარგი, სულ ეს მოკლე ლექცია იყო, ამჯერად მეტი არაფერს თქვა არ მდიოდა, უცებ მოკლეს ვიტყვი რა ვთქვით. განვარტეთ რა არის ენა, გავამატეთ რა არის ამბანი. და ამას ხშირად გამოვიყენებთ. და სავარჯიშოც თქვით რაც იქნება. კარგი, შემდეგ ლექცია უკვე იქნება ტურინგის მანქანები და ამაზე შეგვეძლება საუბარი.